მოგესალმებით, ორი ვიდეო მინდა გაჩვენოთ. ორივე ვიდეო ეკუთვნის ერთ პიროვნებას, ბექა შუბითიძეს. გაჩვენებთ ჯერ ერთს, განვიხილავ და მერე მეორეს გაჩვენებთ და მთლიანობაში საერთოდ რატომ გაჩვენებთ ამ ადამიანის ვიდეოს, აი ამასაც აგიხსნით. მცირე შესავლის სახით მაინც ვიტყვი, რომ მრავალი ადამიანი არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად მთელს პლანეტაზე არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არიან ქრისტიანები, მაგრამ სინამდვილეში ქრისტიანები არც არიან და არც იციან იესო ქრისტეს სწავლება რა არის. ან იესო ქრისტეს მთელი ბიბლია, ესე იგი, იესო ქრისტეს მთელი წერილი ან ძალიან ფრაგმენტალურად აქვთ შესწავლილი, წაკითხული. ან საერთოდ არა აქვთ წაკითხული და ამბობენ, რომ ქრისტიანები არიან და ამავე დროს სხვადასხვა რელიგიებზეც გამოთქვამენ ხოლმე თავიანთ აზრებს და ამბობენ, რომ აი ჩვენ პატივს ვცემთ ამა და ამ რელიგიასო. ამავე დროს მათ შორის ასეთი ადამიანების გარდა არიან ასევე სხვა ადამიანებიც, იქ მუსლიმებიც არიან, რომლებიც ამბობენ, რომ მუსლიმები ვართო, მაგრამ სინამდვილეში საერთოდ ყურანიც არ აქვთ შესწავლილი და არც ღმერთის ბიბლია აქვთ შესწავლილი და ისინიც არიან, ასე ვთქვათ, აი გაუგებრობებში უფრო მეტად ვიდრე დალაგებულობაში. აი ასე გზაკვალ არეულები არიან და ასეთი ადამიანები თავიანთ შვილებსაც ვერ აძლევენ სწორ ცოდნას და მათი შვილები უკვე როცა გაიზრდებიან და უკვე ან ეხლა უკვე შეუძლიათ წაკითხვა, თვითონ მათვე აი ამ მათმა შვილებმავე უნდა შეისწავლონ ღვთის ბიბლია და ასე ბრმად არ უნდა ენდონ თავიანთ მშობლებს ამ საკითხში. იმიტომ რომ ნამდვილი მშობელი, აი მართლაც ესე იგი მშობელი ვინც ჩვენ გაგვეჩინა, ეს არის ღმერთი და ჩვენი ხორცელი მშობლებიც კი ბატონო მშობლები არიან, ისინი უნდა გვიყვარდეს, მაგრამ თუ კი ჩვენი მშობელი უცოდინარი ან გზაკვალ არეული ან არასწორ გზაზე დგას და ჩვენს არასწორად გვასწავლის, რა თქმა უნდა ჩვენ მას არ უნდა გავყვეთ, ეს თავად უფალმა იესო ქრისტემ შესანიშნავად ჩაგვიწერა ბიბლიაში, გვასწავლის იგი თავის სწავლებაში იმას, რომ დედაზე და მამაზე მეტად, ასევე შვილზე მეტად და ნებისმიერ სხვა ადამიანზე მეტად უნდა გვიყვარდეს უფალი იესო ქრისტეზე მეტად არ უნდა გვიყვარდეს რომელიმე სხვა ადამიანი და ეს რატომაც თქვა ეს ბიბლიაში აგერ წაიკითხოს დაინტერესებულმა ადამიანმა და გაიგებს და თვითონ ღმერთი შესანიშნავად გაარკვევს ამ საკითხში, თუ კი გულწრფელად და გულახდილად გულდასმით მოусმენს ღვთის წმინდა ბიბლიას. მოდით ახლა გაჩვენებთ ერთ ვიდეოს, პირველ ვიდეოს, სადაც ბატონი ბექა შუბითიძე საუბრობს ისლამთან დაკავშირებითაც საუბრობს და ის ვიდეო, ასე ვთქვათ, მხოლოდ ისლამზე არ არის, მხოლოდ ისლამის შესახებ არ არის, მაგრამ აი ისლამთან დაკავშირებით რასაც ამბობს, მე აი ეს მინდა განვიხილო. ეხლა თქვენ მოусმინეთ და დაელოდეთ ჩემს განხილვასაც. მუსლიმი ადამიანის სამსული შემწვრილმა ვიდეომ მოიარა აბსოლუტურად ყველა პლატფორმა, მთელი მსოფლიოს ყველა ტელევიზია. მრავალგზის გადავამოწმე და არ არის ხელოვნური ინტელექტი. უყურეთ ამ ვიდეოს. I saw him. I saw Jesus. Yallah, Jesus, forgive me, please. I am sorry. Please have mercy on me. I don't want to die like this. I don't want to die. Jesus. პირადად მე არაფერს არ ვამატებ, არაფრის თქმა არ მინდა, მეგობრებო. ყველაფერი სადაც ნათლად ჩანს და გასაგებია და ჩემი პირადი დამოკიდებულება ესეთი ადამიანებისადმი, რომლებიც პატიოსნად, რწმენით, სიყვარულით და თავმდაბლობით მიყვებიან მუსლიმურ სარწმუნოებას და არიან მუსლიმები,
ჩემ მე ისეთი პატივისცემა მაქვს მათთამი როგორც ქრისტიანებისადმი. ამით ჩემთვის არაფერი არ იცვლება. უბრალოდ ეს არის ფაქტი, რომელიც გადავამოწმე მრავალჯერ. ეს ადამიანი არის დაბადებიდან, ბავშვობიდან ამასაკამდე მუსლიმი. მერე მოხდა საავადმყოფოში გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემებით და მცირე კომატოზური მდგომარეობის დროს ნახა ესეთი ხილვა, სადაც ქრისტე ნახა და აი ამ გამოღვიძების მერე სწორედ გადაუღეს ეს ვიდეო. ასე რომ ჩემი პატივისცემა ყველას ვინც პატივისცემს სიყვარულით მოყვება თავის სარწმუნოებას. როგორც ვიდეოდან ნახეთ, მოусმინეთ, როგორც ვიდეოში მოусმინეთ, ეს ადამიანი ბატონი ბექა შუბითიძე ამბობს, რომ მას ისეთივე პატივისცემა აქვს, ასე ვთქვათ, გულწრფელი მუსლიმებისადმი, ვინც პატიოსნად მიჰყვებაო თავის სარწმუნოებას, ამ შემთხვევაში ისლამს, ისეთივე პატივისცემა მაქვსო, როგორც ქრისტიანებისადმიო. ამ ადამიანს, როგორც ჩანს, საერთოდ შესწავლილი არ აქვს არც ისლამი და არც ქრისტეს სწავლება, იმიტომ რომ მას რომ ორივე შესწავლილი ჰქონდეს და იესო ქრისტეს რომ უჯერებდეს, ასეთ რამეს არ იტყოდა. იმიტომ რომ თვითონ სიტყვა პატიოსნება ჯერ რის მიმართ უნდა იყო პატიოსნად მიმდევარი, ჯერ ეს უნდა ისწავლო, ხო, ესე იგი და როდესაც ბექა შუბითიძე ამბობს, რომ გულწრფელ ესე იგი პატიოს იმ მუსლიმებისადმი პატივისცემა აქვს, რომელი მუსლიმებიც პატიოსნად მისდევენ ისლამსო, მე მინდა ბექა შუბითიძეს, თუ კი ამ ვიდეოს მოусმენს, წავაგითხო ყურანიდან, მუსლიმთა სახელმძღვანელოდან ერთი ძალიან მკაფიო და მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც პირდაპირ უარყოფს უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს სწავლებას, მის სიკვდილზე, მკვდრეთით აღდგომაზე, ცოდვისგან გამოსყიდვაზე, მისი სისხლით, ცოდვისგან მისი მორწმუნეების გამოსყიდვაზე, იესო ქრისტეს სისხლით, ქრისტიანების ცოდვისგან გამოსყიდვაზე, რასაც ჩვენ თავადუფალი გვასწავლის, აი ამას ყურანი მთლიანად უარყოფს და აი ახლა მე მინდა რომ ყურადღებით მიადევნოთ თვალი, რა წერია ყურანში. ახლა მე თქვენ გაჩვენებთ ყურანიდან ამონარიც. ეს არ არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, არამედ ძალიან მკაფიოდ არის ყურანში მოცემული აი ეს ინფორმაცია, რომელიც იესო ქრისტეს სწავლებას უარყოფს. მოდით ერთად წავიკითხოთ, თქვენს მიადევნეთ თვალი. ეს არის ონლაინ ყურანი, აი აგერ საიტის მისამართიც არის დაწერილი და წავიკითხავ მეოთხე სურადან, ეს არის მეოთხე სურა, სახელწოდებით ნისა და მეოთხე სურის ქვემოთ, აი აგერ საკმაოდ ტევადი სურა ეს სურა და 157 მუხლიდან, აიადან წავიკითხავ. უფრო კონტექსტში რომ წავიკითხო, შეიძლება ცოტა ზემოდან წავიკითხო. აი ყურეთ 153-დან. არ დაგეზაროთ, თქვენც აი აგერ მომყევით და ერთად გავიდეთ ბოლოში. ბოლოში ესე იგი ვიდეოს ბოლოში. შენგან, ო მუჰამედ, სურთ წიგნის ხალხს იუდეველებს, ზემოავლინო მათთვის ზეციდან წიგნი. და ადრე მათმა წინაპრებმა ამაზე მეტი ითხოვეს მუსადან, მოსესგანო. უთხრეს ცხადად გვახილვინე ალლაჰი ჩვენ. ამიტომაც ელვა ეკვეთათ, გაანადგურა ისინიო. თავიანთი უსამართლობისთვისო. მერე ხბო გაიხადეს კერპად, მას შემდეგ რაც ცხადი აიათები ებოცათ და ჩვენ მივუტევეთ მათ ეს და ვუბოძეთ მუსას აშკარა მეუფება. და ავღმართეთ მათ ზემოთ მთა თანახმად აღთქმისა და ვუთხარით მათ, შემოდით კარიბჭეში, სეჯდეს აღმსრულენი.
და ვუბრძანეთ. არ დაარღვიოთ შაბათიო და ავიღეთ მათგან მტკიცე აღთქმა ამ შაბათის არ დარღვევასეო. და იმისთვისაც რომ დაარღვიეს თავისი აღთქმა და ალლაჰის აიათების უარყოფისთვის და რომ უსამართლოდ ხოცავდნენ შუამავალთ და იმისთვის რომ თქვეს ჩვენი გულები დახურულიაო პირიქით ალლაჰმა დაასვა ბეჭედი მათ თავიანთი ურწმუნოების გამო და არ ირწმუნებენ ისინი გარდა მცირედისაო. აქ არის ესე იგი საუბარი იუდეველებზე. იუდეველების მიმართ არის ეს ტექსტი. ეთნიკურად ებრაელებისადმი, ებრაელი იუდეველებისადმი არის ეს ტექსტი. და მათი ურწმუნოებისათვის და იმისათვის, რომ უდიდესი ცილი დასწამეს მარიამს. აქ განმარტება არის, ასე ვთქვათ, რომ დააბრალეს მრუშობა, ანუ ამ ტექსტთან დართული აქვს სხვა ადამიანისაგან თანდართული განმარტებები და ეს განმარტებები თვითონ ყურანის ნაწილი არ არის. შემდგომ აი ამას დააგვირდით ახლა თქვენც. ზუსტად აი აქ არის იესო ქრისტეს სწავლების უარყოფა ყურანში. აი უყურეთ. ესე იგი მათი სიტყვებიდანო, ესე იგი ეს იუდეველებიო ამბობენო, რომ ჩვენ მოვკალითო მესიჰი ღისა ძე მარიამისაო. შუამავალი ალლაჰისაო. მაშინ როცა არც მოუკლავთ და არც ჯვარზე გაუკრავთ, არამედ მათ ასე მოეჩვენათ. და აქ არის განმარტება არის. თანდართული რომ ისლამის თანახმად იესო არ უწამებიათ, მის ნაცვლად აწამესო იუდაო, რომელსაც იესოს სახე ჰქონდა მიღებულიო. ეს განმარტებას თავით დავანებოთ. ფაქტი არის, რომ აი აგერ გავაგრძელებ ესე იგი. ხელახლა მოდით წავიკითხავ. ესე იგი ეს იუდეველები ამბობენო, რომ ჩვენ მოვკალითო მესიაო, იგივე მესიჰი ღისა იესო, ესე იგი ძე მარიამისაო, შუამავალი ალლაჰისაო. მაშინ აი ყურეთ ამას ისინი ამბობენო. ხოლო სინამდვილეშიო არც მოუკლავთო იგიო და არც ჯვარს გაუკრავთო, არამედ მათ ასე მოეჩვენათო. და ისინი, რომელნიც ვერ თანხმდებიან მასში, ამის გამო ეჭვში არიან, არავითარი, ესე იგი, ამათო ცოდნა არა აქვთო ამის თაობაზეო. მხოლოდ ვარაუდს მიჰყვებიან და არ მოუკლავთ ნამდვილად იგი. არამედ ალლაჰმა აღამაღლა იგი თავისთან, რამე თუ ალლაჰი ძლევამოსილი ბრძენია. ხო, გასაგებ ახლა მე ამას აღარ ჩამოვყვები. აი აქ ყურანის მეოთხე სურის 157 აიაში არის პირდაპირ უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს სწავლების უარყოფა. და ეს არის პირდაპირ იესო ქრისტეს უარყოფა. იმიტომ რომ უფალი იესო მოვიდა იმისათვის, რომ ცოდვისგან გამოვესყიდეთ და იგი ნამდვილად მოკვდა, ნამდვილად სისხლი დაღვარა, ნამდვილად თავისი სხეული შესწირა იმისათვის, რომ ჩვენ ცოდვისგან გამოვესყიდეთ და ნამდვილად მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით. ეს არის თვითონ უფლის იესო ქრისტეს სწავლება. ვისაც ამისი გაგება უნდა, გადამოწმება უნდა, აგერ ბიბლია თვითონ ისწავლოს. აქედან გამომდინარე, რაც წავიკითხე, როგორ შეიძლება, რანაირად შეიძლება მოხდეს ისე, რომ ადამიანი პატიოსნად მიჰყვებოდეს იესო ქრისტეს სწავლების უარყოფას. ამ შემთხვევაში ისლამს მიჰყვებოდე ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ იესო ქრისტეს სწავლებას უარყოფდე. რის გამოც უფალი მოვიდა წუთის სოფელში, რაც უქადაგა იმ დროინდელ ადამიანებს, რომლებიც პირველ საუკუნეში ცხოვრობდნენ,
და ამავე დროს წერილობით თავის მოციქულებს დააწერინა ეს, რომ დღევანდლამდე ჩვენამდე მისი სწავლება წერილობით მოსულიყო და ჩვენც გაგვეცნო იგი, გვერწმუნა და ჩვენც გვეცოცხლა. ზუსტად იესო ქრისტეს სწავლების უარყოფა არის ისლამის მიმდევრობა და რანაირად შეიძლება ადამიანი თავის თავს ქრისტიანს უწოდებდეს და თან ამბობდეს, რომ ისლამის პატიოსნად მიმდევრებს პატივს ვცემ. შეუძლებელია ისლამს ვინმე პატიოსნად გაჰყვეს, იმიტომ რომ იესო ქრისტეს სწავლების უარყოფა და პატიოსნება ეს ერთმანეთში ვერ ჯდება, იმიტომ რომ რანაირად შეიძლება ღმერთის სწავლებას უარყოფდე, აგერ ქრისტეს მოსვლა, მის მიერ შეწირული მსხვერპლის გაღება, ასე ვთქვათ, ეს ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებში იყო, წინასწარმეტყველები ძველი აღთქმის მოქმედების დროს დაწერილ წმინდა წერილებში არის ამაზე დაწერილი და აგერ ახალი აღთქმის მოქმედების დროს დაწერილ ბიბლიის მეორე ნაწილში ძალიან ცხადად არის მოცემული თვითონ უფლის სწავლება. ჯერ კიდევ წინ და წინ უფალი თავის მოციქულებს ამზადებდა და ეუბნებოდა, რომ იერუსალიმში მას მოკლავდნენ და იგი მკვდრეთით აღდგებოდა. იგი ჯერ კიდევ წინასწარ ეუბნებოდა აი ამის შესახებ და უკვე შემდგომ ეს რომ აღსრულდა, იგი მოკვდა და აღდგა, მერე თავის მოციქულებს ცხადად გამოეცხადა და გაგზავნა ისინი მთელ მსოფლიოში თავისი სახარების საქადაგებლად და რა თქმა უნდა, ბიბლიაში ძალიან მკაფიოდ და ცხადად არის ის, რომ უფალი იესო ქრისტე ნამდვილად მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის და მან თვითონ იტვირთა ჩვენი ცოდვები თავის თავზე. სხვა შემთხვევაში ახლა რაღაცა იქ განმარტება იყო, რომ თითქოს და იუდა მოგლესო იესოს ნაცვლად, ეს სიმართლეს არ შესაბამება იმთავითი და ამავე დროს ბიბლიაში იუდას ამბავიც არის მოცემული. იუდა ცალკე სხვა ადგილას მოკვდა და საერთოდ იმისი ამბავი ცალკე სხვა ამბავია და შეუძლებელია, რომ იესოში ვინმეს შეშლოდა, მით უმეტეს, რომ იესო მრავალი წლის განმავლობაში ადამიანებს ასწავლიდა, ადამიანები მას იცნობდნენ და ეხლა როგორია 3 წელიწად ნახევარი თქვათ, გინდაც 1 წელიწადი იყოს, ადამიანი შენთან ერთად დადიოდეს თქვათ და მის სახეს ვერ ცნობთ, ეს ხო რაღაცა შეუძლებელია. და მით უმეტეს აგერ უფალი იესო წლების განმავლობაში ხალხთან დადიოდა, ასწავლიდა, მას სახეზე შესანიშნავად იცნობდა მოსახლეობა და როდესაც პილატესთან ერთად უფალი წარდგება ხალხის წინაშე, ეს ხალხი მოითხოვს იესოს ჯვარცმას. ხო და საქმე ამაშია, რომ აი ესეთი ასე ვთქვათ, გაუგებრობა შეუძლებელია მომხდარიყო უფალთან დაკავშირებით. ამავე დროს ბიბლიაში ძალიან მკაფიოდ არის ეს მოცემული, რომ უფალი მოკვდა და აღდგა. ამიტომაც, როდესაც ყურანში დაწერილია ის, რომ იესო ქრისტე არც მოუკლავთ, არც ჯვარს უცვამთ და შესაბამისად აქედან გამომდინარე უფალს არც ჩვენი ცოდვები უტვირთვია, არც ცოდვისგან გამოუსყიდივართ თავისი სისხლით და შესაბამისად ქრისტეს სწავლება თურმე ტყუილიაო, ესე იგი, ეს ძალიან დიდი წინააღმდეგობაა ღვთის წერილთან, თავად იესო ქრისტეს სწავლებასთან.
და შეუძლებელია ქრისტეს სწავლება რამენაირად შეურიგდეს იმას, რაც ყურანში არის მოცემული. ამიტომაც ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ეს ადამიანი რაზე ლაპარაკობს, აი ეს ბექა შუბითიძე, ბატონი ბექა შუბითიძე რაზე ლაპარაკობს, ჩემთვის გაუგებარია, აშკარად ამ ადამიანს საერთოდ არ ესმის ყურანი რა არის, ისლამი რა არის, არ ესმის ქრისტეს სწავლება რა არის და არის რაღაცა გზაკვალ არეული ადამიანი და აი ამ გზაკვალ არეულობას მის მსმენელებშიც აუცილებს, ასე ვთქვათ, გარკვეული პროპაგანდით, რომ აი იგი, ესე იგი, ამ საპატრიარქოს ორგანიზაციასაც, რომელიც ასევე არ არის ქრისტიანული ორგანიზაცია, ამის გარკვეულწილად რაღაცა თავის წილ PR-ს ეწევა. ეს შეგნებულად აკეთებს ამას, შეუგნებლად თუ როგორ აკეთებს, ეს ცალკე სხვა საკითხია, მაგრამ მე არ მიგვირს ის, რომ ეს ადამიანი თუ ასე ზედაპირულად უყურებს ისლამს და საერთოდ შესწავლილი არ აქვს ყურანი, წაკითხულიც არ აქვს, როგორც ჩანს ამ ადამიანს და ამბობს, რომ ეს ისლამის მიმდევრებსაც და ქრისტიანებსაც ერთნაირ პატივს სცემს, თან ვინც პატიოსნად მისდევსო ისლამსო. აი ასეთი ზედაპირული ადამიანები თავის თავსაც ავნებენ და მის მსმენელებსაც და ზოგადად ადამიანებს ახასიათებთ აი ასეთ ღმერთთან მიმართებაში, აი ღვთის სწავლებისადმი გულგრილ ადამიანებს ახასიათებთ ასეთი რამ, რომ ისინი თავიანთ შვილებსაც გადასცემენ ხოლმე ამ არასწორ ინფორმაციებს, რა ასე ვთქვათ, ინფორმაციებს, აი მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ ეხლა ასეთი მშობლები თავიანთ შვილებს ეუბნებიან იმას, რომ აი ჩვენ შვილო ქრისტიანები ვართ, მართლმადიდებლები ვართ, დადიან ტაძრებში, სანთელსაც ანთებენ, ქრისტეზე ლაპარაკობენ, მაგრამ სინამდვილეში ეს ადამიანები ქრისტეს წერილს არ სწავლობენ. არ სწავლობენ და შესაბამისად მათ მთელი რიგი სხვადასხვა ინფორმაციები აქვთ არა თავად ქრისტეს ბიბლიიდან, არამედ ამათ ეს ინფორმაციები აქვთ ან ჭორებზე დაყრდნობით, რაღაცა ჭორებს არიან გადაყოლილები, აყოლილები და ასევე აი პროპაგანდას არიან აყოლილები, რა პროპაგანდასაც აუცილებს საქართველოში საპატრიარქოს ორგანიზაცია. ეხლა მე მინდა კიდევ ერთი ვიდეო გაჩვენოთ აი ამ ადამიანისა, რომელიც თავის ვაჟთან ერთად იმყოფებოდა გაბრიელ ურგებაძის მიერ აგებულ ტაძარში, ასე ვთქვათ, და გარკვეულწილად პროპაგანდასაც ეწევა ამ საპატრიარქოს ორგანიზაციისა და მე ამ ყველაფერს იმიტომ გაჩვენებთ, რომ აი თქვენ თვითონ გაიაზროთ, რაოდენ ზედაპირულები არიან აი ასეთი ადამიანები, რომლებსაც დიდი პრეტენზიები აქვთ აი იმაზე, რომ აი ისინი ნამდვილად მორწმუნეები არიან და არ იტყვიან იმას, რომ ჩვენ ურწმუნოები ვართო, ღვთისმგმობელები ვართო, არ იტყვიან იმას, რომ ჩვენ ღმერთი არ გვიყვარსო, ვთქვათ, აი ასე, ვინმე იტყვის, აი ასეთი ადამიანი, არამედ ესენი ამბობენ, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, ქრისტიანები ვართ და თუკი ესე იგი თუკი ასეთი ადამიანები მართლაც არ არიან შეგნებულად განწყობილები ამ ზედაპირულობისაკენ, ასე ვთქვათ, და მათ მართლა სჯერათ იმისა, რასაც ისინი ამბობენ, მაშინ ასეთ ადამიანებმა უნდა მოისმინონ ალტერნატიული აზრი, მათგან ალტერნატიული აზრი და აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, აუცილებლად აგერ ღვთის წერილი უნდა ისწავლონ და რასაც ღმერთი ასწავლის, აი ის უნდა ირწმუნონ და იმას უნდა გახვნენ. ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ ამ ვიდეოსაც და შემდგომ საუბრის ბოლო ნაწილსაც თან დავურთავ შეჯამების სახით.
მე და გაბრიელი მოვოდით მამა გაბრიელის სახლში, მისი ხელით აშენებული ეკლესია უნდა მოვილოცოთ. დიახ. ამ ვიდეოს ბოლოში აუცილებლად იქნება მისამართი, ჯერ მოვილოცოთ, დაგათვალიერებინებთ ჩვენც. და ეს ვიდეო ერთმანეთს გაუზიარეთ, რომ ნახოთ რა მისამართია, იმიტომ რომ ხშირად გვეუბნებით ხოლმე სად არისო და ვიდეოს ბოლოში ყველაფერი დეტალურად იქნება, მეგობრებო. დიახ. დიახ. ესეც ასე ციყვი. აი როგორი საყვარელი ნაძვის ხედა უდგიათ. მოკლედ ეს არის ის ტაძარი, მეგობრებო, მედი რომელიც მამა გაბრიელმა თავის ხელით აეშენა და რომელსაც გადმოცემის თანახმად, რომლის აშენებაშიც ეხმარებოდნენ უხილავი ძალები. საოცარი მადლი იგრძნობა მოსვლისთანავე. წარმოვიდგინეთ, ააშენეს, დაუნგრიეს, აი მტრედებიც და მაინც აი ასე მიიყვანა ბოლომდე. ღმერთსა შინა მაღალთა დიდება. ხო. აი ესე მეგობრებო, ეხა უბრალოდ დაკეტილია, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ მომლოცველთა ჯგუფი შეკრებილი არ არის და ჩვენ ესე სპონტანურად მოვედით. თუმცა იმისთვის რომ გითხრათ სად არის ეს ინფორმაციაც საკმარისი იქ. მე და გაბრიელი კი ჩვენთვის მოგზაურებულად ისთვისაც მოვედით ვილოცებთ. ეს საერთოდ თვითონ მარტო ააშენეთ თუ არავინ არ დაეხმარა საერთოდ? მარტო აშენებდა და გადმოცემის თანახმად მამაოს ეხმარებოდა უხილავი ძალები, იმიტომ რომ მეზობელმა დაინახა თავის თვალით, როგორ იწეოდა ცემენტით სავსე ჰაერში. ამას აშენებდა კომუნისტების დროს. აქ უკან იყო ნაგავსაყრელი. იმ ნაგავსაყრელიდან მოქონდა ხატები, რაღაცა ნივთები, რითაც ქმნიდა სასანთლებს, შანდლებს, რაღაცებს კიდევდა დეკორაციებში, ბევრი რამე უბრალოდ ხა გაღებული არ არის. მაგრამ სხვა დროს, როცა გაღებულიც იქნება, ნახავთ შეგნით კიდე რაღაც დეტალებს. მოკლედ, აი ესეთი წმინდანი ყავს. აი ეგ სანთელი. აქ დაანტა. აქ დაანტა. აქ. აი აქ. მოგეხმარა. ერთმა ქალბატონმა პირადში მომწერა, რომ უძლურებაში ვარო და ჩემს სახელზე სანთელი დაანთეთო, რომ მიხალთო და აი ეს სანთელია თქვენ სახელზე, ქალბატონო. დიახ. ერთმა შვიდობა მოხსნით. წავედით ახლა მისამართი ვაჩვენოთ კონკრეტულად. ამდენათაც მე ვიცი, აი ამ შენობაშია ეს ამოთხრილი ორმო, რომელშიც ეძინა ხოლმე მას, რომელშიც იწვა. ანუ ორმო ამოთხარა დიდი და იმ ორმოში წებოდა და იქ ეძინა. აი აქ არის. მე ასე ვიცი. ნუ ყოველ შემთხვევაში ვინც აქ მოხვალთ და მოილოცავთ დეტალურ ინფორმაციას ამის შესახებ მიიღებთ. აი ასე გამოიყურება ის სახლი, სადაც უნდა მოხვიდეთ, აქენა უნდა შეხვიდეთ და აი ეს არის მისამართი. აი ამის სამარძო უნდა მოგზანდეთ, მეგობრებო, და მე წამოხვიდეთ ქვემოთ. მანამდე კი გეტყვით, რომ აი აქედან ამოდის გაბრიელ სალოსის ქუჩა და ამ ქუჩაზე შეგიძლიათ ამოუხვიოთ, როცა მოდიხართ ისნის მხრიდან. და მეორე ქუჩა კიდე დამატებით ჩამოდის ზემოდან იქედანაც. გააჩნია საიდან მოდიხართ. ასე რომ მოსაგნებად რთული არ არის. გაგახედოთ ახლა გარეთაც საიდან უნდა შემოუხვიოთ. აი ჩემ პირდაპირ როგორც ხედავთ, ეს არის დირსი. აი ეს შენობა დაიმახსოვრეთ 82 ნომერი. ოდესაც მოდიხართ ისნის მიმართულებიდან, აი აქედან. ეს არის წიწვინა ბარბარეს ტაძარი. აი აქ ახლა მათანარო დგას. გადმოხვათ, შუქნიშანია და შემოუყურით აი ამ ქუჩას. წახვალთ და ეგე პირდაპირ დიდი სახლი რო არის. ჭიშკარი სულღია, შეხვალთ და მოილოცავთ. უბრალოდ დღეს ჩვენ ადრე მოვედით, დილა ჯერ შუა დღე უფრო სწორად და მომლოცველთა ჯგუფიც რო არ არის.
დაკეტილია ხოლმე. ასე რომ პრობლემა არ იქნება. გაგიღებენ კიდევაც. ეს ორივე ვიდეო აღებული არის საჯარო სივრციდან, თავად თვითონ ბატონი ბექა შუბითიძის Facebook გვერდიდან. ასე რომ საჯაროა ეს და მეც აი ამიტომ ეს საჯაროდ დადებული ვიდეოები ავიღე და აი ახლა თქვენთან ერთად განხილვას ვეწევი. საქმე იმაში არის, რომ ადრე მეც მჯეროდა საპატრიარქოს ორგანიზაციის ამისი ოფიციალური სწავლების, რომ ეს აზრები თითქოს და მე ასე მჯეროდა, მეც აი ასე მჯეროდა იმ დროს მთელი ბიბლია შესწავლილი არ მქონდა, მთელი ბიბლია წაკითხულიც კი არ მქონდა. ფრაგმენტალურად მქონდა ახალი აღთქმის ნაწილები წაკითხული, მაგრამ მთელი ბიბლია წაკითხული ნამდვილად იმ დროს არ მქონდა და მეც დავდიოდი აზრებში სანთელსაც ვანთებდი, მღვდელთანაც დავდიოდი, აგერ სანთელიც კი მიმიტანია, მე თვითონ ფუტკარი მყავდა იმ დროს და ცვილიც კი მიმიტანია იმისათვის, რომ გამოეყენებინათ სანთლები, დაემზადებინათ და მოეხმარათ რა, ასე ვთქვათ და ამ მხრივ მეც მჯეროდა, მართლა მჯეროდა იმისა, რომ ეს საპატრიარქოს ორგანიზაცია, ეს ამათი ორგანიზაცია ნამდვილად ქრისტეს ეკლესიაა და ღმერთისგან მოწონებულ ღმერთისგან დადგენილია, ქრისტესგან დადგენილია. მეც აი ასე მიმაჩნდა, იმიტომ რომ მეც ნამდვილად აყოლილი ვიყავი იმ საპატრიარქოს ორგანიზაციის იმ პროპაგანდას, რომელსაც ეს ორგანიზაცია დიდი ხანია რაც უხვად ავრცელებს სხვადასხვა საიტების ვიდეოების და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით. აი მაშინ როდესაც მე უკვე ბიბლიასთან მომიწია ურთიერთობა და მთელი ბიბლია წავიკითხე არაერთხელ, აი იქიდან ბიბლიიდან, ღვთის ბიბლიიდან გავიგე ის, რომ სინამდვილეში ქრისტეს მოციქულები ქადაგებდნენ არა იმას, რომ ტაძრები ააშენეთო, არამედ პირიქით ტაძრების საწინააღმდეგოდ ლაპარაკობდნენ და ამბობდნენ, რომ ღმერთი არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აშენებულ ტაძრებში. ეს ქადაგებები ძალიან მკაფიოდ დაწერილი არის ბიბლიაში, მოციქულთა საქმეების მე-7 და მე-17 თავებში. ამავე დროს თვით იმ იერუსალემის ტაძარზეც კი, რომელიც იერუსალიმში იყო აშენებული და დღეს უკვე აღარ არის იქ დანგრეულია, რომელ ტაძარშიც უფალი შევიდა და იქიდან მოვაჭრეობა ალაგმა და ასე ვთქვათ, ეს ამბავი დაწერილი არის ბიბლიაში. აი თვით იმ ტაძრის დანგრევაც კი იძინასწარმეტყველა უფალმა, რაც ახდა კიდეც და ჯერ კიდევ ძველი აღთქმის მოქმედების დროს ღმერთმა ესაია წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველს ჩააწერინა თავისი სიტყვები ამ ტაძრებთან დაკავშირებით და აი აგერ ესაია ბიბლიაში ესაია წინასწარმეტყველის 66 თავი ზუსტად ღმერთის აი ამ სიტყვებით იწყება, რომ ასე ამბობს უფალიო, ცატახტია ჩემიო და მიწა ჩემს ფეხთა დასადგმელიაო და სად არისო ის ადგილი, სადაც სახლს მიშენებთო ჩემი განსასვენებელი თუ დასავანებელი ადგილიო, სად მიმიჩენთო თავსო, ესე იგი აი სად უნდა დამავანოთო, როცა მე შევქმენი ყოველივე ესო. ხო და აი ეს ესაია წინასწარმეტყველში აი ეს დაწერილი უფლის სიტყვები გამოიყენა ქრისტიანმა სტეფანემ, როდესაც მან ებრაელებს უკადაგა თვით იმ იერუსალემის ტაძრის შესახებაც და უთხრა მათ, რომ ღმერთს ტაძარი სახლის სოლომონმა აუგო, მაგრამ უზენაესიო ხელქმნილში არ არისო დამკვიდრებულიო. და გაიხსენებს ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან ამოკითხულს, სადაც უფალი საუბრობს ამ ტაძრების წინააღმდეგ. და დღეს მრავალი ადამიანი არის აი ესეთი,
რომელი ადამიანებიც ბიბლიას კითხულობენ აქა-იქ ფრაგმენტებით და შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ეს ბიბლიის ეს ფრაგმენტი ამოკითხული, სადაც დაწერილია, რომ უფალი შევიდა ტაძარში და იქ ააყირავა დახლები და მოაჭრეობა ალაგმა იქიდან. და შეიძლება ასეთმა ზედაპირულმა მკითხველმა თქვას, რომ აი ახლა მე მითხრას ასეთი რამ, რომ მკითხოს, როგორ ვუარყოფ მე ტაძრებს, როცა აგერ უფალი შევიდა ტაძარში და იქიდან ვაჭრები გამოყარაო და უფალი იწონებდაო ტაძარსო. მაგრამ ამ ადამიანებმა არც იმ იერუსალემის ტაძრის ისტორია იციან, რაც ბიბლიაში არის ეგეც მოცემული. იერუსალემის ტაძრის ისტორია და ის რომ ის იერუსალემის ტაძარი მსოფლიოში ერთადერთი იყო და სხვაგან არავის ჰქონდა უფლება იმისა, რომ სხვაგან სხვა ადგილას ტაძარი აეშენებინათ და აგერ თვითონ უფალმავე ძალიან მკაფიო მინიშნება მოქცა იმისა, თუ რისი წინასახე იყო ის ტაძარი, რომ ის ტაძარი იყო ერთადერთი და ამავე დროს ის იერუსალემის ტაძარი იყო იესო ქრისტეს სხეულის წინასახე, რომ ღმერთი უნდა მოსულიყო სხეულში. და აგერ უფალმა როდესაც თავის მსმენელებს უთხრა ასეთი რამ, რომ დაანგრიეთო ეს ტაძარიო და მე 3 დღეში აღვადგენო მასო, იგი საუბრობდა არა იმ იერუსალემის ტაძარზე, არამედ თავისი სხეულის ტაძარზე საუბრობდა. და ესეც არის ძალიან მკაფიო მინიშნება იმისა, რომ თვითონ ის ტაძარიც წარმოადგენდა ქრისტეს სხეულის, ასე ვთქვათ, გარკვეულ რაღაცა წინასახეს, სამასწავლებლო ხასიათის იყო ის ტაძარიც და თვითონ ის მღვდლებიც, აარონიანი მღვდლები, რომლებიც მსახურებდნენ იმ იერუსალემის ტაძარში, ის აარონიანი მღვდლებიც და მათ მიერ ჩატარებული სხვადასხვა რიტუალებიც იყვნენ სამასწავლებლო ხასიათისა და წინასახეები იყვნენ იესო ქრისტესი და იმისა, რაც უფალმა იესომ გააკეთა, რომ იგი თვითონ დაიკლა იმისათვის, რომ თავისი სისხლით ცოდვისგან გამოესყიდეთ. და ამავე დროს თვითონ ბიბლიაში აგერ თქვენ მოძებნეთ ებრაელთა მიმართ წერილი, ებრაელთა მიმართ აი ამ დასახელებით არის და აი აქ ებრაელთაში ძალიან მკაფიოდ არის განმარტებული ის, რომ თვითონ იესო ქრისტე გახდა მღვდელი და რომ მან გააუქმა ის ძველი და დაადგინა ახალი. და ახალ აღთქმაში უფალ იესოს აღარ დაუწესებია კვლავ სარიტუალო მღვდლები. უფალმა იესომ გააუქმა სამღვდელო სარიტუალო სისტემა, სამღვდელო ინსტიტუტი, რაც ძველ აღთქმაში იყო თვითონ უფლის მიერ დადგენილი, უკვე ახალ აღთქმაში თავად უფალმა თვითონვე გააუქმა და თვითონ იესო ქრისტე გახდა მღვდელი, ხოლო ქრისტიანებს უკვე ერთობლივად გვეწოდება სამეფო სამღვდელოება. და უკვე ჩვენ ქრისტიანები რაიმე ცხოველთა სისხლიან მსხვერპლ შესაწირავებს კი აღარ ვწირავთ და ტაძარში კი აღარ დავდივართ მღვდლებთან, არამედ ჩვენ თვითონვე მადლობას ვწირავთ უფალს იმისათვის, რომ მან ცოდვისგან გამოგვისყიდა და გვიხსნა. და ამავე დროს ჩვენ გვაქვს იესო ქრისტეს სწავლება, რომელსაც სხვა ადამიანებსაც ვუზიარებთ, ასე ვთქვათ, სხვა ადამიანებსაც ველაპარაკებით და აი ეს არის და ეს და სხვა მხრივ ჩვენ რაიმე რიტუალებს არ ვატარებთ. რაც შეეხება ღვინისა და პურის მიღებას, ესეც საპატრიარქოს ორგანიზაციას დამახინჯებული აქვს, იმიტომ რომ უფალმა კი დაადგინა ეს პურისა და ღვინის მიღება, მაგრამ უფალს ის არ უთქვამს, რომ უფალს კონკრეტული მღვდლები არ დაუდგენია და ის არ უთქვამს, რომ
დანარჩენი მრევლი იყავითო და მხოლოდ ამ მღვდლებთან მიდითო. ეს უფალს არ დაუდგენია. ამავე დროს ქრისტეს მოციქულება ხელდასხმით პირველ საუკუნეში რომ დაადგინეს სხვადასხვა ქრისტიანული ჯგუფების ხუცესები, ზედამხედველები, ისინიც არ იყვნენ სარიტუალო მღვდლები. და ამიტომაც არის რომ ადამიანმა ბიბლია უნდა ისწავლოს პირველი ფურცლიდან ბოლო ფურცლის ჩათვლით, თან მიმდევრულად უნდა ისწავლოს, რომ არ ქონდეს რაღაცა ფრაგმენტალური ინფორმაციები და აქა-იქ გზაკვალ არეული არ უნდა შეეხეტოს ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციაში და ისეთ რამეს არ უნდა ლაპარაკობდეს, რისიც არაფერი გაეგება, ან ძალიან ფრაგმენტებით რაღაცა ყურმოკვრით იცის, ან ბიბლიაში ფრაგმენტალურად ამოუკითხავს. მაგრამ სინამდვილეში იგი არც ქრისტიანია და თავის შვილებსაც არ აძლევს კარგ მაგალითს აი ამ მხრივ, ესე იგი, იმიტომ რომ მე როდესაც თუ მე ქრისტიანი არა ვარ და ამ დროს ჩემი თავი ქრისტიანი მგონია და ჩემს შვილსაც აი ასეთ არასწორობას ვასწავლი, ისიც ისე გაიზრდება, რომ ეგონება, რომ ესე იგი ქრისტიანია უკვე, ვინაიდან ბავშვობაში მღვდელთან მიიყვანეს და წყალში აბანავეს და ამავე დროს ბიბლიას არც ამისი შვილი ისწავლის, ასეთი ნებისმიერი ადამიანის შვილი ისწავლის, თუ კი ასე ბრმად გაჰყვა თავისი დედმამის ასე ვთქვათ, აი ამ დაულაგებელ გაუგებარ და ღვთის წერილზე არ დაყრდნობილ რელიგიურ წარმოდგენებს. იმიტომ რომ თუ მშობელმა არ იცის იესო ქრისტე რას გვასწავლის და მთელ ბიბლიაში უფალი რას გვასწავლის და ამ დროს მაინც ამბობს, რომ მე უფლის მწამსო და უფლის მიმდევარი ვარო, ეს ადამიანი ასეთი ადამიანი აშკარად იტყუება, თავის თავსაც ატყუებს, თავის მსმენელებსაც ატყუებს და მისი შვილისთვისაც ასეთი ადამიანი ვერ გამოდგება სწორ მასწავლებლად. და ამიტომაც არის, რომ თვითონ ადამიანმა ამ მხრივ თვითონ ადამიანმა იმ შვილებმაც უნდა ისწავლოთ, თქვენ თვითონვე უნდა ისწავლოთ ღვთის ბიბლია. ბიბლია უნდა ისწავლოთ და უნდა გაიცნოთ ღმერთი და სწორედ ღვთის წერილზე დაყრდნობით. იესო ქრისტეს სიტყვების მოსმენითა და რწმენით უნდა გქონდეთ თქვენ სწორი კავშირი უფალთან, იმიტომ რომ ამას თავად უფალი გვასწავლის. სხვა დანარჩენი სრულიად უსარგებლოა ეგრეთ წოდებული ეს მამაპაპიდან გადმოცემული რელიგიები, იმიტომ რომ აი ესეთი რელიგიები, რომლებიც ღმერთისგან დადგენილი არ არის და მამაპაპიდან არის გადმოცემული ესეც გაუგებრად, იმიტომ რომ დღეს მრავალ ადამიანს ისევ სჯერა იმისა, რომ ცხრები უნდა დაკლას რელიგიური მიზნით, ქათმები უნდა დაკლას რელიგიური მიზნით, ზოგს სჯერა, რომ მღვდელთან უნდა იაროს და მღვდელმა უნდა აზიაროს ქრისტეს სიხსა და ხორცს. ზოგს რისი სჯერა, ზოგს რისი. ამავე დროს თვითონ მუსლიმებშიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ყურანი წაკითხული არ აქვთ და ეს ისლამის თვითონ მუსლიმის სახელწოდება მათ პირდაპირ ბრმად მიიღეს თავისი მამაპაპიდან, დედმამიდან, თქვათ, თავისი უახლოესი ან შორეული წინაპრებიდან და ისინიც, ასე ვთქვათ, აი ამ გაუგებრობაში არიან, არ იციან ისლამი რა არის, მაგრამ წინაპრებიდან მიიღეს ეს ისლამი ისე, რომ ყურანი არ წაუკითხავთ. ამავე დროს არიან იეჰოვას მოწმეებიც, აი მაგალითად, ესეც უკვე საკმაოდ ისეთი ისტორია აქვს, ამასაც უკვე იმდენად ხანგრძლივი ისტორია აქვს ამ ეტაპზე,
იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციას უკვე იმდენად ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომ უკვე თაობებიც კი დაიბადნენ ამ ორგანიზაციაში და რას ნიშნავს ეს? იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციაში გაწევრიანებულ მშობლებს, რომლებსაც შეეძინათ შვილები და თავიანთი შვილებიც დაყავთ ამ ორგანიზაციაში, უკვე ამ შვილებშიც არის აი ეს ტენდენცია, ასე ვთქვათ, ხო, აი ეს გამოსჭვივის, რომ აი ესენიც უკვე აი ამათთვისაც უკვე მამაპაპური რელიგია არის ეს იეჰოვას მოწმეობა და უკვე თვითონ კი არ უსწავლიათ, აბა ეს იეჰოვას ჯერ ბიბლია უნდა ისწავლო, ხო? და შემდგომ ამისა უნდა გამოიძიო ეს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია ოფიციალურად რას ასწავლის, რა არის ამათი დოქტრინა და მიყვება თუ არა იესო ქრისტეს სწავლებას. და ამას იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციაში დაბადებული ახალგაზრდები თვითონ ინდივიდუალურად არ სწავლობენ, ან თუ სწავლობენ და თუ იციან უკვე რომ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია ქრისტეს სწავლებას არ მიყვება, მაგრამ კვლავ რჩებიან ამ ორგანიზაციაში, მაშინ ამ ადამიანებს რაღაცა სხვა მიზნები აქვთ და ეს კიდე ცალკე განსახილველია. იმიტომ რომ ადამიანმა, რომელმაც ღვთის წერილი ისწავლა და შემდგომ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის დოქტრინაც ისწავლა და ერთმანეთს შეადარა, შეუძლებელია მან ვერ დაინახოს ძალიან მკაფიო წინააღმდეგობები იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციისა ღვთის წერილთან მიმართებით. ამიტომაც მე მინდა რომ აი ასე ახალგაზრდებს და ასევე ხნიერებსაც მოგიწოდოთ, რომ ჯერ ახალგაზრდებს მინდა მოუწოდო ის, რომ უთხრა ის, რომ ბრმად ნუ დაიჯერებთ თუნდაც თქვენივე მამისაგან მოსმენელს. არამედ თქვენ თვითონვე ისწავლეთ ღვთის ბიბლია, თვითონ ქრისტესგან განისწავლეთ, მთელი ბიბლია ისწავლეთ და ისწავლეთ, ირწმუნეთ, დაიჯერეთ და შემდგომ ამისა თქვენს მშობლებსაც მიაწოდეთ ინფორმაცია. ამავე დროს მინდა მშობლებსაც მიუმართო ამ მიმართვით, რომ თქვენ ბრმად თქვენს შვილებს ნუ ასწავლით ღმერთის შესახებ ისეთ რაღაცებს, რაც შესწავლილი არ გაქვთ. არამედ თქვენც ვალდებულები ხართ ღვთის წინაშე, თქვენც ვალდებულები ხართ, რომ თქვენ თვითონვე ისწავლოთ ღმერთის ბიბლია, თქვენ თვითონვე სწორი ინფორმაცია მიიღოთ ბიბლიიდან, ქრისტეს წერილზე დაყრდნობით ირწმუნოთ, ქრისტეს სიტყვები ირწმუნოთ, ქრისტეს სწავლება ირწმუნოთ, უკუაგდოთ ყოველგვარი ყველანაირი არასწორი რელიგიური სწავლებები, რაც აქამდე მიგაჩნდათ სწორად და ბიბლიის სწავლის შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ თურმე არასწორად გისწავლიათ, არასწორად გჯერებიათ, აი ასეთი არასწორი ინფორმაციები უკუაგდეთ, თქვენ თვითონაც ღმერთს დაუჯერეთ, დაიმორჩილეთ და თქვენს შვილებსაც იგივე ინფორმაცია გაუზიარეთ და უთხარეთ. სხვა დანარჩენი რა შეიძლება ითქვას ამაზე, დაძალებით ვერავის ვერაფერს დააძალებ, ვერ შვილს და ვერც მამას და თვითონ ადამიანი თვითონ იღებს არჩევანში მონაწილეობას, ან ქრისტეს სწავლებას ისმენს და ირწმუნებს, ან არ ისმენს და არ ირწმუნებს და თვითონ ვიაგებს ამაზე პასუხს. აი ეს მინდოდა თქვენთვის მთლიანობაში აი ეს ინფორმაციები თქვენთვის მომეწოდეთ.